კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 14 საათზე. პრემიერის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთში დაიწყო, ჩართვა ტაშკენტიდან. პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, დეპუტატები საკანონმდებლო ცვლილებებს პირველი მოსმენით განიხილავენ. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი უზბეკეთის რესპუბლიკაში დაიწყო. ტაშკენტის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს მთავრობის მეთაურს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ტაშკენტის მერი დახვდნენ. ოფიციალური შეხვედრების გარდა ტაშკენტში ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით საქართველოსა და უზბეკეთის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართება. ანა ბერძენიშვილი გვერდება ტაშკენტიდან. პრემიერ-მინისტრის რანგში ირაკლი კობახიძის პირველი ვიზიტი უკვე დაიწყო, ოფიციალური დახვედრის ცერემონია აეროპორტში უკვე გაიმართა. ამის შემდეგ კი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ქართულ დელეგაციასთან ერთად უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი გვირგვინით შეამკო, შემდეგ კი ტექნოლოგიური პარკი დაათვალიერა. 2 დღის განმავლობაში ირაკლი კობახიძე მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს, როგორც უზბეკეთის პრეზიდენტთან, ასევე პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის სპიკერთან. შეხვედრებზე ისაუბრებენ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის შუა დერეფნის როლზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებაზე, ასევე ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროში არსებული პოტენციალის სრულად ათვისებაზე. ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია ქვეყანასა, რომელთანაც ჩვენ ძალიან დიდი ურთიერთობები, როგორც ისტორიული, ასევე მაღალ დონეზე ვითარდება ამჟამადაც, რა თქმა უნდა, პერსპექტივები კიდევ უფრო საინტერესო არის, გამომდინარე იმ ახალი შესაძლებლობებიდან, რაც დერეფნის განვითარების ჭრილში კიდევ უფრო დაგვაახლოვებს და გააღრმავებს არსებულ თანამშრომლობას. გარდა ამისა, დაგეგმილია ბუნებრივია როგორც ორმხრივი, ასევე უკვე ეკონომიკური კომისიის ფარგლებში შეხვედრები და ბუნებრივია ეს კარგი შესაძლებლობა და ძალიან საინტერესო ფორმატი ახალ შესაძლებლობებზე საუბრისთვის და რა თქმა უნდა იმ განვითარებისთვის თანამშრომლობის, რომელიც საბოლოო ჯამში აუცილებლად როგორც საქართველოს, ასევე უზბეკეთს მნიშვნელოვნად წაადგება იმ დიდ განვითარებებში, რომელიც ორივე ქვეყანას გააჩნია. ორმხრივი კომისიის ფარგლებში, ეკონომიკური კომისიის ფარგლებში დღეს უზბეკეთში დაიწყო ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი უზბეკეთში და შესაბამისად ჩვენი გამოცდილებების გაზიარება გარემოს დაცვითი მიმართულებით პოტენციალი საკმაოდ დიდია, ჯამში ეკონომიკა და საექსპორტო პოტენციალი საკმაოდ დიდია, განსაკუთრებით მინდა ხაზი გაუსვა აუცილებლად შუა დერეფნის ნაწილს. მოგეხსენებათ, რომ შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გენელი ცენტრალური აზიის ქვეყნები არის და ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს ათვისებული ეს პოტენციალი. დაახლოებით 1 საათში ირაკლი კობახიძე დელეგაციასთან ერთად შეხვედრას გამართავს საკანონმდებლო პალატის სპიკერთან. ამის შემდეგ კი შეხვედრა გაიმართება სენატის თავმჯდომარესთან. ეს იყო ანა ბერძენიშვილი. პარლამენტში პლენარული სხდომა მიმდინარეობს, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებები, სოფო ბერიძე გვერდება საკანონმდებლო ორგანოდან. რთული გეოპოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, როგორც შეინარჩუნა საქართველოს ხელისუფლებამ მშვიდობა ქვეყანაში, ქვეყნის შიდა და გარე მტრების მხრიდან ბრძოლა ქართული დემოკრატიისა და სახელმწიფოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ და სტიქია გურიაში, ეს ის ძირითადი თემებია, რაზეც პოლიტიკური განცხადებების დროს დღეს დეპუტატები, როგორც უმრავლესობიდან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციიდან საუბრობდნენ. კიდევ ერთი საკითხი, რაზეც განცხადება გაკეთდა, შეეხებოდა ევთოში ქართული დელეგაციის ვიზიტს და ოპოზიციის მცდელობას, რომ პრობლემები შეექმნათ ჩვენი ქვეყნისათვის. გარდა ამისა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა აფხაზეთში ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნების თაობაზე და ნიკოლოზ სამხარაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან საერთაშორისო პარტნიორებს და ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, რომ დროულად დაგმონ აფხაზეთში ჩატარებული ეგრეთ წოდებული არჩევნები და უკანონოდ გამოაცხადონ ის.
ნებისმიერი საკანონმდებლო აქტი ან ნებისმიერი ქმედება, რომელიც განხორციელდება აფხაზეთის ტერიტორიაზე, მანამ სანამ საქართველოს იურისდიქცია სრულად არ არის აღდგენილი და მანამ სანამ აფხაზეთი არ არის დეოკუპირებული, რა თქმა უნდა, ნებისმიერი აქტი არის უკანონო. თებერვლის ბოლოს გაიმართა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია, რომელზეც ჩვენი ოპონენტები ცდილობდნენ, რომ როგორმე შეერყიათ საქართველოს დელეგაციის სანდოობა. ერთადერთი მოკავშირე, რომელიც მათ ნახეს, ეს იყო ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობი ჯო ვილსონი, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მისი განცხადება უარყოფილი იყო ყველა დელეგაციის მხრიდან. თვითონ ეუთოს ასამბლეა საქართველოსთვის დასრულდა საკმაოდ პოზიტიური შედეგით. რაც შეეხება რეკომენდაციებს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მხრივ გამოვთქვით ზადყოფნა, რომ ვიმუშაოთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეასთან ამ რეკომენდაციების შესრულებაზე. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით შექმნილმა საკოორდინაციო შტაბმა პირველივე საათებიდან მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა. შტაბთან კომუნიკაციით პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც და ახლაც ისინი მოქალაქეებს პროდუქტებით ამარაგებენ. ამ დროსაც კი რადიკალურმა ჯგუფებმა დეზინფორმაციისთვის მოიცალეს, რა არ გაავრცელეს, რა არ დაგვაბრალეს, მაგრამ საზოგადოება და სახელმწიფო ამ სტიქიის დროსაც ერთად დადგა. დღეს გვაქვს მშვიდობა და ეს ბატონი ბიძინა ივანიშვილის, წინა და ამ მოწვევის პარლამენტარების სამთავრობო გუნდის და ჩვენი თითოეული მხარდამჭერის დამსახურებაა 1,100,000 ადამიანის, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა დობა 26 ოქტომბერს. სწორედ მათ ნებას ვემსახურებით დღეს ჩვენ. ბეწვის ხიდზე ვიარეთ და ვებრძოდით უზარმაზარ გლობალურ ძალას, რომელიც მოქმედებდა როგორც საშინაო ქვეყნის გამყიდველი აგენტების საშუალებით, რომელსაც რატომღაც ოპოზიციას უწოდებს და უკეთეს შემთხვევაში რადიკალურ ოპოზიციას, სინამდვილეში ესენი არიან აგენტები. აი ამ აგენტებს ვებრძოდით და ასევე ვებრძოდით საგარეო აგენტებს, რომლებიც დღესაც აქტუალურად მოქმედებენ. ჯერ კიდევ დიდია საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე. ასე რომ მაქსიმალურად მშვიდად უნდა ვიყოთ და მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი. ყველასთვის ნათელი არის მით უმეტეს დღეს როგორც ვითარდება ეს მოვლენები, თუ რამხელა ინტერესი იყო საქართველოს ამ ომში ჩართვასთან დაკავშირებით. მაგრამ ჩვენ ძალიან მყარად დავდექით, ყოველთვის ესე მყარად ვიდგებით, ქართული ოცნება ყოველთვის იქნება მშვიდობის და სტაბილურობის გარანტი საქართველოში. მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს და მინისტრთა კაბინეტს. მოგესალმებით, პირველივე დღესვე ჩამოვბრძანდა პრემიერი, გაიხსნა შტაბი, სადაც ჩართული იყო თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ერთიანად დაგეგმეს ის ღონისძიებები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო სტიქიის დროს. მეც მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით, მადლობა გადავუხადო ჩვენს უპირველეს ყოვლისა მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, რომლებიც პირველები იყვნენ, რომლებიც ამ სტიქიის შედეგებთან საბრძოლო და მოსახლეობის მხარდასაჭერად ადგილზე იყვნენ. მადლობა გადავუხადო მეხანძრე მაშველებს, მადლობა გადავუხადო პოლიციის თანამშრომლებს, სამედიცინო პერსონალს, გადავუხადო ყველას, ვინც ადგილზე ეხმარებოდა მოსახლეობას, მათ შორის მოხალისეებს. როდესაც მორიგ ჯერზე ვამხელდი იმ აგენტურულ ქსელს კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით და მათ პატრონებს იმ ბოროტ ზრახვებში, რომელიც დაკავშირებული იყო ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაციისკენ, თურმე სწორედ აი ამ წუთებში ქვეყდებოდა და მზადდებოდა ღია წერილი თუ ინსტრუქცია და არ გაგიკვირდება და ამ წერილის ავტორი გახდათ ქალბატონი ლორა თორტონი. ქალბატონ ლორას მინდა უთხრა, თუ ვინმე დასუსტებულია და თუ ვინმე შერცხვენილია, არის ის ძალები, რომელსაც ის წარმოადგენს და ის აგენტურული ქსელი მისი, რომელიც აქ მოქმედებს კოლექტიური ნაცმოძრაობის სახით და არა მხოლოდ საქართველოში, მთელი ეს ქსელი მსოფლიოს მასშტაბით. პარლამენტის პლენარულ ხდომაზე პოლიტიკური განცხადებები დასრულებულია, დეპუტატები ამ ეტაპზე დღის წესრიგით გააწერილ საკითხებს მსჯელობენ. მადლობა სოფო ბერიძე საუბრობდა პარლამენტიდან. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტს პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილავენ. პროექტი ამერიკული ფარას ზუსტი ასლია და ის ქართულ კანონმდებლობაზე მორგებული იქნება. ნინო არღულიანი გვერდდება პირდაპირ ეთერში.
კეთი საკანონმდებლო ორგანოში ამერიკული ფარას ზუსტი ასლის განხილვა რამდენიმე წუთში დაიწყება. მანამდე კი დეპუტატებმა უკვე განიხილეს რამდენიმე კანონპროექტი პირველი მოსმენით, მათ შორის ერთ-ერთი არასამთავრობოებს უკავშირდებათ. რეგლამენტის მოქმედ რედაქციაში საუბარია, რომ არასამთავრობოების მონაწილეობა სავალდებულოა გადაწყვეტილებებში და სწორედ ეს იცვლება, მათ შორის ისეთ საკითხებში მათი მონაწილეობა სავალდებულოა დღეს, როგორიც არის საპროკურორო საბჭო, CSKO და ასე შემდეგ. მმართველი პარტია ამბობს, რომ ამ ცვლილებებით სავალდებულო აღარ იქნება და არგუმენტად ქართული ოცნების წევრები ასახელებენ მათ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს, რადგან მმართველი პარტიის განცხადებით არასამთავრობოების დიდი ნაწილი ფინანსდება უცხოეთიდან და მათი გავლით საქართველოში სწორედ ფინანსდება აქციები, რევოლუციების მცდელობები და ასევე დესტაბილიზაციის მცდელობები. დღეს ამ კანონპროექტის განხილვისას ქართულმა ოცნებამ რამდენჯერმე ახსენა USAID, რომელიც სწორედ არასამთავრობოებს აფინანსებდა საქართველოში სხვადასხვა ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისთვის. არა მხოლოდ USAID, NEDI, ანუ ამერიკის დემოკრატიის ფონდი და სხვა შესაბამისი ფონდები, როგორ ახდენდნენ სხვადასხვა ქვეყანაში NGO სექტორის, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით არათუ იმ კონკრეტული ქვეყნის, არამედ თვითონ შეერთებული შტატების გადასახადის გადახველის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს, როგორ ხდებოდა დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებების წინააღმდეგ მიმართული აქციების დაფინანსება, მცდელობა რევოლუციების მოწყობის, რომ საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესი ნაწილი სწორედ ამ წყაროდან ფინანსირდებოდა. ეს კანონი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ეკრძალებათ ზოგადად განხილვებში მონაწილეობა საკითხების გადაწყვეტისას, და დაყენება და ასე შემდეგ. ეს საკითხი არის ხელუხლებელი და NGO სექტორი ბუნებრივია კვლავაც გააგრძელებს მონაწილეობის იმ სტანდარტს, რომელიც ჰქონდა დღემდე. არასამთავრობო ორგანიზაციის და მის წარმომადგენელი არ შეიძლება უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღები პირი იყოს და დღეს ჩვენ კანონში გვაქვს არაერთ კანონში ისეთი ჩანაწერები, რომ ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიღების მანდატით არიან აღჭურვილები ცალკეული არასამთავრობო ორგანიზაციები და როგორც წესი უფრო მეტად რადიკალები ცდილობენ ყოველგვარი კეთილი საქმე და წინგადადგმული ნაბიჯი მონათლონ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად, რომ აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ემსახურება იმ მოცემულობას, სადაც სავალდებულოობა იყო კანონით განსაზღვრული NGO სექტორის მონაწილეობის, საპროკურორო საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის წევრი, CSKO-ს წევრი და ასე შემდეგ. ბუნებრივია, რომ ასეთ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც თავისი არსით სახელმწიფოს პრიორიტეტია, მისი მანდატია, რომელიც მან საზოგადოებამ მიანიჭა ამ საკითხების გადაწყვეტაში, ცხადია, რომ არასამთავრობო სექტორი უცხოეთიდან ფინანსდებოდა, არ წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დამცავ ხმას და პირიქით ხშირ შემთხვევაში და უმეტესწილად ეს იყო სწორედ უცხოეთის იქაური ორგანიზაციების ან სახელმწიფო ინტერესების დაცვა, რაც ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ვერანაირად ვერ წაადგება. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის კანონპროექტის განხილვა, როგორც უკვე გითხარით, რამდენიმე წუთში დაიწყება საკანონმდებლო ორგანოში, მანამდე კი ფარას ზუსტ ასლთან დაკავშირებით მოვისმინეთ პოლიტიკური შეფასებები. მმართველი პარტია ამბობს, რომ ეს ამ კანონის მიღება ქვეყანაში სპეკულაციებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით საბოლოოდ დაასრულებს და ის ქართულ გამჭვირვალობის კანონზე ბევრად მკაცრია. საუბარია იმაზე, რომ ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში შესაძლოა პროცესები პატიმრობამდეც მივიდეს, ასევე საუბარია იმაზე, რომ კანონი გავრცელდება არა მხოლოდ იურიდიულ პირებზე, არამედ ფიზიკურ პირებზეც იქნება გამონაკლისები და ასევე მნიშვნელოვანია აქ, რომ კანონის აღსრულება ანტიკორუფციულ ბიუროზე გადავა ნაცვლად იუსტიციის სამინისტროსი. კანონს იღებ, იმიტომ რომ იცოდეს ხალხმა, ვინ რა თანხით მანიპულირებს და კონკრეტულად რას აკეთებს. არის ეს პროგრამები ხალხისთვის და ქვეყნისთვის საინტერესო და სასარგებლო, თუ არის იმითკენ მიმართული, რომ როგორმე თბილისის ქუჩებში სისხლი დაიღვაროს. სამწუხაროდ მეორე ვერსია არის რეალობა და დავინახეთ არაერთი ადამიანი ჩამოვიდა იმ ქვეყნებიდან, სადაც საიდანაც ფინანსდება კონკრეტული
არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვადასხვა პროგრამები იმისათვის, რათა ჩვენთან დესტაბილიზაციას იყოს გამუდმებული და შეუქცევადი ხასიათი ჰქონდეს. Დასაკვირველია, ერთ-ერთი მთავარი რესურსი არის გამჭვირვალობა. იმისათვის, რათა დაუპირისპირდე ესეთ საქციელს ჩემი ქვეყნის წინააღმდეგ. არა, თითქმის ერთი საუკუნეა იცავს ამერიკას უცხოური გავლენებისგან, ასევე კანონმდებლობაში არაერთხელ შევიდა დამატებითი ცვლილებები და რა თქმა არა არის ის კანონი, რომელიც ყველაზე კარგად იცავს უცხოური გავლენებისგან სახელმწიფოს, ამიტომ გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ გამოწვევის ფონდო, რომელიც აუჩენს ქვეყანას, მივიღოთ ფარას ანალოგი, სიტყვასიტყვით იყოს ნათარგმნი ფარა და რა თქმა უნდა მორგებული იყოს საქართველოს კონსტიტუციას და კანონმდებლობას. ჩვენ მხარს დაუჭერთ ქართული სამ ინიციატივას ხალხის ძალა გამომდინარე იქიდან, რომ აღარ დარჩეს არანაირი სპეკულაციების ველი. და ფარას კანონის მიხედვით, როგორც ეს ამერიკაში ხდება, იქნება დაცული სახელმწიფო იმ უცხოური თანხების გადმორიცხვისგან, რომელიც არის მიმართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და ეს მარტო თეორიის დონეზე კი არ არის დამტკიცებული. პრაქტიკულად დაამტკიცა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა აი ამ უსაფრთხოების აუცილებლობა. კანონპროექტების განხილვა რამდენიმე წუთში უნდა დასრულდეს. დღის მეორე ნახევარში კი საქართველოს პარლამენტში იქნება კენჭისყრები. მადლობა ნინო არღულიანს. ბალტიის ქვეყნების სანქციებს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში ეხმიანება. შალვა პაპუაშვილი აქვეყნებს ლიეტუვის ელჩის პოსტს, სადაც დიპლომატი რუსული წარმოების კვების პროდუქტების ფოტოს აზიარებდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაშია გადაღებული. ომის დაწყებიდან 2 წლის თავზე გაირკვა, რომ ამასობაში ლიეტუვა თურმე რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში ნომერი პირველი ქვეყანა გამხდარა, წერს პარლამენტის თავმჯდომარე. რამდენიმე წუთის წინ სპიკერმა კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, ამჯერად ეს ეხება ლატვიას. მეგინ არსავიძე დეტალებით. შალვა პაპუაშვილი ლატვიის ორმაგ სტანდარტზე წერს და იხსენებს, რომ ლატვიის პრეზიდენტი საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდა. მსგავსი დამოკიდებულების და მოწოდებების ფონზე კი ლატვია არის ქვეყანა, რომელიც ომის პარალელურად რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა. დღეს ვეღარავინ უარყოფს საქართველოს რუსეთისთვის სანქციები რომ დაეწესებინა, ეს ჩვენი ეკონომიკის დანგრევას, რუსეთთან ესკალაციას და შესაძლო ახალ ომს ნიშნავდა. დღეს ყველას კარგად გვახსოვს, როგორ მოითხოვდა ლატვიის პრეზიდენტი, რომ რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა, ანუ ეკონომიკა დაგვენგრია და ესკალაციაზე წავსულიყავით. დღეს ჩვენ უკვე ვიცით, რომ ომის პარალელურად ლატვია რუსეთში ვისკის ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი გახდა, ისე რომ ვისკის ერთ წვეთსაც არ აწარმოებს. შარშანმის სხვა ბალტიელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ყოფნისას ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრსაც ვკითხე, ხომ არ აღმოჩნდით ჩვენ მართლები სანქციები რომ არ დავაწესეთ და თქვენ ვინც ამისკენ მოგვიწოდებდით მტყუანები. პასუხაც იჩვენე იყო. პარლამენტის თავმჯდომარემ ლატვიამდე ლიეტუვის ორმაგ სტანდარტზეც ისაუბრა. გაიხსენა 2022 წელს ლიეტუვის მაშინდელი ელჩის განცხადება, რომელმაც თბილისის ერთ-ერთ მაღაზიაში რუსული წარმოების კვების პროდუქტები გადაიღო და ეს კრიტიკულად შეაფასა. ელჩის ამ განცხადებიდან, როგორც გაირკვა, ლიეტუვამ იმდენად მოინდომა, რომ რუსეთში ექსპორტირებული ღვინით მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა. ბალტიისპირეთის ქვეყნების ორმაგ სტანდარტს აფასებენ სახელმწიფო გუნდსა და ხალხის ძალაში. ეს არ არის უკვე ორმაგი სტანდარტი, რასაც ლიეტუვა არის დემონსტრირებასაც ლიეტუვა აკეთებს. თუ კი ეკონომიკურ თემაზე, ურთიერთობის თემაზე მიდგება ლაპარაკი, აი ეს მონაცემები აჩვენებს არა ორმაგ სტანდარტს, არამედ ბოროტებას პოლიტიკისა, რომელიც ჩვენს მიმართ ლიეტუვას გააჩნია. რა თქმა უნდა, კიდევ უფრო არასერიოზულია ის დამოკიდებულება, რომელიც ჩვენ სანქციებთან მიმართებაში ვიხილეთ, როცა ასანქცირებენ ჩვენი ქვეყნის მოსამართლეებს, პროკურორებს და პარლამენტის წევრებს და თავად ასევე მოგვიწოდებდნენ თავის დროზე ეკონომიკური სანქციები დაგვეწესებინა რუსეთისთვის და ახლა აღმოჩნდა, რომ ერთი ძირი ვენახი რო არ აქვს, ეს ქვეყნები არიან ღვინის ყველაზე დიდი ექსპორტიორები და ზოგადად ალკოჰოლური სასმელების რუსეთში. ორმაგ სტანდარტებს ჩვენ არაერთხელ შევხვედრივად, თავხედობასაც თავის საზღვარი აქვს ხოლმე, მაგრამ როგორც ჩანს, deep state-ში და ამ შემთხვევაში მოწინავეები არიან, სამწუხაროდ მოწინავეები არიან ბალტიისპირა ქვეყნების წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში ლიეტუვას წარმომადგენლები, რომლებიც თვითონ მშვენივრად ვაჭრობენ რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს ეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესე სანქციები.
საქართველოს ხელისუფლებას რომ კონკრეტული ქვეყნების მოწოდებები გაითვალისწინებინა, ქვეყანა ომსა და ეკონომიკურ კოლაფსს ვერ აიცილებდა, თუმცა სწორედ მმართველი გუნდის მტკიცე პოზიციამ ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა. მეგინა არსავიძემ გაგვაცნო შეფასებები. Ამავე თემის კონტექსტში პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ინტერვიუს. მარკო რუბიო CNN-თან ერთ-ერთ ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბარს იხსენებს, სადაც რუბიოს განცხადებით ის უკრაინაში ომის 1 წლით გაგრძელებაზე აქცენტირებდა. Სანქციებზე და ესტონეთზე გამახსენდა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ამ ინტერვიუში მართალია არასახელებს, რომელი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა უთხრა, რომ აჯობებს უკრაინელებმა 1 წელი კიდევ იომონო, თუმცა სხვისი სისხლით, სხვისი ცრემლით და სხვისი ხედით გულადები რომელი ქვეყნების ხელისუფლებები არიან, ეს მგონი საჯაროდაც კარგად ჩანს. როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი სხვაგვარად, მე ვკითხე მათ რა არის ევროპის გეგმა ამ ომის დასასრულებლად. შემიძლია გითხრათ თუ რა მიპასუხა ერთ-ერთმა ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რა თქმა უნდა არ ვაპირებ მისი ვინაობის გამხელას, თუმცა მან მითხრა, ომი კიდევ 1 წლით გაგრძელდება და ამ დროისთვის რუსეთი იმდენად დასუსტდება, რომ ის მშვიდობას შეგვევედრება. ეს ყველაფერი ომის, სიკვდილისა და განადგურების კიდევ 1 წელს ნიშნავს და ამავდროულად ჩემი შეხედულებით ეს არ გახლავთ ძალიან რეალისტური გეგმა. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. პოსტი X-ზე გამოაქვეყნეს. მართლმსაჯულებაში ჩარევის მორიგი მცდელობა, ასე აფასებენ სახელისუფლებო გუნდში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას. ანუკი ჩხიკვაძე თემის დეტალებით. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნას დღეს ხალხის ძალის ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა კონკრეტული ფაქტებით უპასუხა და განმარტა, რომ მაშინ, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში პოლიციელის წინააღმდეგ ფიზიკური თავდასხმის ფაქტზე დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დავას აკრიტიკებს და პატიმრის გათავისუფლებას ითხოვს. პარალელურად ის არის მინისტრი, რომელსაც მისავე მოქალაქეების წინააღმდეგ აქვს ყველაზე მეტი დავა დაწყებული, მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე, რაც არჩენს დამატებით კითხვებს, რატომ არის საქართველოში პოლიციელზე თავდასხმა მისაღები, მაშინ, როდესაც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი მის მოქალაქეებს სოციალურ ქსელში დაპოსტილ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც კი უჩივის. მე დღეს მინდა რომ ჩვენი საზოგადოების ყურადღება შევაჩერო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნაზე, რომ საქართველოში გათავისუფლდეს პატიმარი, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს. აქ შეიძლება გასაკვირი არაფერი ყოფილიყო, რომ არა თავად ამ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალიკა ბერბოკი თავად არ იყოს რეკორდსმენი თავისივე გერმანიის მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი წესით დევნაში. ბოლო 4 წლის განმავლობაში მის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ 513 ადამიანზე დაიწყო გამოძიება შეურაცხყოფის მუხლით, რაც 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ეს არის ისეთი შემთხვევები, მაგალითად, როდესაც ქალბატონ ბერბოქს ერთ-ერთმა მოქალაქემ სოციალში ტერორისტი უწოდა, ან 58 წლის მამაკაცმა მას უწოდა მსოფლიოში ყველაზე სულელი საგარეო საქმეთა მინისტრი. ამ ბოლო ეპითეტის ავტორს ქართველებისთვის კარგად ნაცნობმა მიხეილ როთმაც კი უჩივლა, რომელიც აქ ჩვენ ჭუას გვასწავლიდა და რომელსაც სოციალში შიშარა ქვეშაფსია უწოდეს. ამასთან დაკავშირებითაც აღძრეს სისხლის სამართლის საქმე. სხვათა შორის სასამართლომ ეს ადამიანები 9600 евро დაახლოებით 30000 ლარით დააჯარიმა. ასეთივეა დანარჩენი ასეულობით საქმე. მინდა თქვა ახლა ერთი წუთი წარმოვიდგინოთ ჩვენ რა მოხდებოდა ამ მოქალაქეს ქალბატონ ბერბოკისთვის და ბატონ როთისთვის, რომ სახეში შემოერტყა. არა სოციალში დაეწერა, რომ სულელი საგარეო საქმეთა მინისტრიაო, აი სახეში რომ გაერტყა, როგორც აი ამაღლობელმა გაარტყა პოლიციას, რას უზამდნენ მაშინ ამ მოქალაქეებს გერმანიაში. ეს ადვილი წარმოსადგენია განსაკუთრებით ფარისეველი საგარეო საქმეთა მინისტრის ფონზე. ახლა ისიც წარმოვიდგინოთ, რა შეფასება ექნებოდა იმავე სამინისტროს ჩვენს რომელიმე მინისტრო მიემართა პროკურატურისთვის 501 მინისტრს. 513 მოქალაქის საწინააღმდეგოს და მეორე მინისტრს 815 მოქალაქის საწინააღმდეგოს. ხო ატყდებოდა ერთი ამბავი ზუსტად აქ ეგრეთ წოდებულ კრიტიკულ მედიებში, ჩვენი მინისტრები რითი არიან დაკავებულებიო. ცალკე აღსანიშნავია, რომ იმის გათვალისწინებით ცოტა ხნის წინ გერმანიის მთავრობამ თვითნებურად და დაუსაბუთებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელს გერმანიაში შესვლის შეზღუდა, რომ შეუზღუდა, რომ ეს განცხადება არის სწორედ მუქარით გამყარებული მარცვაჯულებაზე ზეწოლა, რომ ასე ღიად
ემუქრებიან სამწუხაროდ საქართველოს. ფაქტი ერთია, სულელის და ტერორისტის დაძახების გამო მოქალაქის სისხლის სამართლის წესით მდევნელი მინისტრისგან გამოხატვის თავისუფლებასა და თმენის ვალდებულებაზე მითითება სხვა არაფერია თუ არა ფარისეულობა, რასაც სამწუხაროდ ბოლო პერიოდში გერმანელი პოლიტიკოსების მხრიდან ჩვენ შეჩვეულები ვართ. ბუნდესტაგიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სადაც მოყვანილია ქალბატონი ბერბოკის მიერ მოქალაქეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნის სტატისტიკა გადავწე საქართველოს მედიას. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოთხოვნა მმართველი გუნდისთვის სცდება ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და ყოველგვარ სტანდარტებს დასავლელ პარტნიორს დღეს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ საქართველოს სასამართლო არის სრულად თავისუფალი და რომ ქართულ მართლმსაჯულებაში ჩარევის უფლება არავის არ აქვს. ეს თემა თვითონ რაც არის დაკავშირებული მზეამაღლობელთან არის ასევე ორმაგი სტანდარტით შეფასებული გერმანიის მხრიდან. ვერცერთ გერმანელ პოლიციელს არათუ ხელს ვერ დაარტყო, არამედ ხელს ვერ ახლებ, ისე რომ ამას არ მოყვეს შესაბამისი ხისტი მოქმედება. ხისტ მოქმედებას რო თავი დავანებოთ, კანონის წინაშე რასაკვირველია პასუხისმგებელი ხარ. აქედან გამომდინარე ორმაგი სტანდარტი სამწუხაროა და ახასიათებს არამარტო გერმანიას. როდესაც სახეზეა ვიდეო კადრები, სადაც ქალბატონი მზია ხელს ურტყავს პოლიციის მაღალჩინოსანს, თუმცა ეს შემთხვევა არაფერი არ არის, სამართლებრივად არის ნეიტრალური და აუცილებლად უნდა მოხდეს მზეამაღლობელის გათავისუფლება და შემთხვევები, როდესაც სიტყვიერად მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრს გერმანიისას, ის იმის მიმართ უნდა სისხლის სამართლებრივი საქმეები აღეძრას. ეს არის ის ორმაგი სტანდარტი, რომელიც ანგრევს საქართველოს და გერმანიას შორის არსებულ ძალიან კარგ ურთიერთობას და ამ ყველაფერში სამწუხაროდ დამსახურება სწორედ გერმანიის მხარედან მომდინარეობს. მე არ ვიცი რამდენი არის გერმანიაში შესაძლებელი პოლიციის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, მაგრამ ვიცი, რომ თავად აღნიშნულ მინის სოციალურ ქსელში მის მიდამი გაკეთებული განცხადებების გამო არაერთ გერმანიის მოქალაქეს უჩივლა და სასამართლო პროცესები ჩატარდა და ათასობით ევროთი დაჯარიმდნენ კიდევაც, ამიტომ ვითხრან მაშინ რომელი გერმანიის მოქალაქე ან სხვა ქვეყნის მოქალაქე იქნა გათავისუფლებული გერმანიაში მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რომელი ქვეყნის მოწოდება თუ გაითვალისწინეს დარწმუნებული ასეთი მაგალითები არ არსებობს და ბუნებრივია საქართველოს ასეთი მაგალითი არ იქნება. შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს სოციალურ ქსელში გაკეთებული კომენტარებისთვის უჩივის, საქართველოში მზეამაღლობელის გათავისუფლებას ითხოვს. ანუკი ჩხიკვაძე საუბრობდა ქრონიკის პირდაპირ ეთერში. საქართველოს მოქალაქეების სანქცირებისთვის ბალტიის ქვეყნებს მადლობას უხდიან რადიკალურ ოპოზიციასთან დაახლოებული ორგანიზაციები. სახელმწიფო გუნდისთვის კი ეს სანქციები უშედეგოა. მმართველი გუნდის შეფასებით სიაში საქართველოს ის მოქალაქეები მოხვდნენ, რომელთაც ქვეყნის წინაშე არაერთი დამსახურება და საერთაშორისო აღიარება აქვთ. ევროპელი ბიუროკრატებისგან სანქციებით მუქარა ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ უკვირთ, აცხადებენ, რომ ხელისუფლებისთვის უპირველესი სუვერენიტეტის დაცვა. ხედავთ თუ როგორი უსულები არიან, საერთოდ რეალობას არიან მოსწავლეები, ჩემთვის პირადად არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ ის საქმე, რასაც მე და ჩემი გუნდი ვაკეთებთ, გაცილებით მეტია, ვიდრე პატარა კაცის პატარა სანქცია. ესე დავარქოვდით და ასე რომ ხვალაღლებით იმას რომ ნამდვილად ვერაფერს ვერ დაგვაკლებთ, ამით ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლას. ყველა იმ გადადგმულ ღირსეულობის, რასაც ჩემი გუნდთან ერთად ვაკეთებ და ალბათ ეს არის თავარი მიზანი, რომ გავოროტდნენ და სხვა გზა არ დარჩენიათ. არც არის გასაკვირი, რომ ოპოზიციის მხარდაჭერები მსგავს SMS გაგზავნიან, იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ ჩვენ რამე გვაგდება ამით, მაგრამ არწმუნებული ვართ იმაში, რომ ჩვენ ვაკეთებთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ საქმეს, რაც ჩვენს მომავალ თაობას წაადგებოდა. ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილს ასანქცირებს უცხო ქვეყნის ჩინოვნიკი, ყოველთ უსაფუძვლოდ და საქართველოსდან კონკრეტული ახალგაზრდა ადამიანი ტაშის ყრით და მადლობებით ეგებება ამ საკითხს, რომელიც რა თქმა უნდა დამამცირებელია, ეს არის სხვას დაბლა დონეზე დაშვება ამ კონკრეტული პიროვნების და კარგად ნათლად გამოხატავს იმას, თუ მათაც რას უშვება უცხოეთიდან მიღებული გადაწყვეტილებების აი უპირობო აღსრულება რეალურად ადამიანს, ეს არის აგენტურის და აგენტობის ძალიან მძიმე ხვედრი.
უკრაინამ კახა კალაძეს უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის წოდება ჩამოართვა. გადაწყვეტილება უკრაინის ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს ეკუთვნის. ფაქტს მმართველ გუნდში ეხმიანებიან, მათთვის გაუგებარია, რატომ იცლის ახლა ამისთვის ომში მყოფი უკრაინა. უკრაინა არის ძალიან რთულ მდგომარეობაში, ცუდ მდგომარეობაშია და ესეში მიგვირს, რომ ასეთ მდგომარეობაში ყოფ ქვეყანას დრო აქვს მსგავსი საქმეებით, რომ დაკავდეს. ბატონ კახის ამით ბევრს ვერაფერს ვერ დააკლებენ. კახი არის მსოფლიო სპორტის ლეგენდა, უდიდესი ფეხბურთელი, ძალიან მაგარი ადამიანი და სამწუხაროა მსგავსი ფაქტი, თუმცა იმედი მაქვს, რომ ყველაფერი დასრულდება ძალიან მალე და დამშვიდდება და მინდა მშვიდობა უსრულო მთელ მსოფლიოს, განსაკუთრებით უკრაინელ ხალხს და კახის უსურო წარმატებები და წინსვლა თავის საქმიანობაში. საქართველოს კანონმდებლობაში აღარ იქნება ტერმინი გენდერი. ცვლილებებზე პლენარულ სხდომაზე იმსჯელეს. პროექტის მიხედვით გენდერული საკითხები შეიცვლება ჩანაწერით ქალისა და მამაკაცის თანასწორობა. საქართველოს კანონმდებლობაში პერიოდის განმავლობაში იყო ეგრეთ წოდებული გენდერის ტერმინის თავსმოხვევა, რომელიც მსოფლიოში არსებული პოლიტიკური პროცესების ერთგვარ ანარეკლს წარმოადგენს. ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მაგალითად პირდაპირ მითითება ჰქონდათ მიცემული ადმინისტრაციის თანამშრომლებს, რომ ნეიტრალური ტერმინები გამოეყენებინათ მიმართვებისთვის, არ ყოფილიყო ტერმინები დედა, მამა, ქალი, კაცი. შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდგომ, იქაც კარდინალურად იცვლება მიდგომები, სიტყვა გენდერის ამოღება ხდება და იცვლება ქალისა და მამაკაცის თანასწორობის პრინციპით, რაც ერთი მხრივ არის საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში სრულად. მაქვს სურვილი, რომ ჩანაწერის ფორმითაც რაღაცა ან მინიშნება, ან რაღაც ფორმულირება მოვიფიქროთ, რომ ადგილობრივ დონეზე გენდერული, ანუ ქალსა და კაცს შორის, ან მაგალითად ქალების გაძლიერებისთვის შექმნილი რაღაც სტრუქტურა არსებობდეს. არ უნდა იყოს აღქმული საქართველოს რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში ამ საბჭოების გაუქმება, იმად რომ არ მათი მხრიდან იქ არსებული ტენდენციები და პრობლემებზე რეაგირება არ მოხდეს საფუძვლიანად, ეფექტურად და მყისიერად. დღესვე დეპუტატებმა განიხილეს პროფესიული თეატრის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებები. პროექტის მიხედვით ახლებურად განისაზღვრა პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხები. ცვლილებების თანახმად თეატრს უხელმძღვანელებს თეატრის დირექტორი და გაუქმდება სამხატვრო ხელმძღვანელის, როგორც თეატრის საერთო ხელმძღვანელის თანამდებობა. პლენარულ სხდომაზე ითქვა, რომ ქართული ოცნება მზადაა თეატრის წარმომადგენლებთან დისკუსიისთვის, რათა მეორე მოსმენამდე ცვლილებებთან დაკავშირებით მათი რეკომენდაციები მოისმინონ. კი ბატონო, ნორმატიული მოწესრიგება სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის უფლებამოსილებათა დუბლირების თავიდან აცილებაზე არის ლაპარაკი ერთი მხრივ, მეორე მხრივ პრინციპად ისევ და ისევ არის შემოთავაზებული ის, რომ ვინც იქნება პროფესიული სახელმწიფო თუ მუნიციპალური თეატრის ხელმძღვანელი პირი, მისი დანიშვნა, გათავისუფლება უნდა განხორციელდეს იმ საერთო სტანდარტის შესაბამისად, რაც არის წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით შემოთავაზებული, ანუ ამ შემთხვევაში შესაბამისი მინისტრის მიერ. ჩნდა ესეთი განცდა, რომ ხო არ ხდება, რომ თქვათ ვიღაც შეიძლება ვინც ძალიან კარგი ადამიანიც არის, მაგრამ არის ტექნიკური ადამიანი, ხო, მაგრამ არ აქვს შეხება ხელოვნების სფეროსთან, ის იქნება პირველი პირი და თქვათ მეორე ადგილზე აღმოჩნდება ის ადამიანი, ვინც ქმნის შინაარსს. იქნებ სანამ გადავალთ მეორე მოსმენაზე, მოვიწვიოთ ეს ადამიანები, ვისაც ეს წუხილები აქვთ, მოვუსმინოთ და მათი წუხილები იქნეს გათვალისწინებული კანონში. ამ კონსულტაციებისთვის არის სრული ღიაობა, მზადყოფნა და მეორე მოსმენისთვის უკვე ჩვენ შესაბამისი დისკუსიის შემდეგ, რა თქმა უნდა, მზად ვიქნებით, რომ ესეთი ოპტიმალური მოდელი შევთავაზოთ საზოგადოებას, რომელიც გამორიცხავს ყველანაირ ინტერპრეტაციებს. დეპუტატებმა იმსჯელეს სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე. ცვლილებების მიხედვით ბრუნდება კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლი, აღნიშნული მუხლი ნაციონალური მოძრაობის დროს გაუქმდა. სამშობლოს ღალატი ყველაზე მძიმე დანაშაულია, არა მხოლოდ სამართლებრივ ჭრილში, არამედ მორალის, ეთიკის და ისტორიის თვალსაზრისითაც. ღალატის პოპს ნდობას სახელმწიფოსა მოქალაქეებს შორის, ანგრევს იმ საფუძვლებს, რომელზეც ვაშენებთ ქვეყანას. სამშობლოს ღალატის ზიანი მთელ საზოგადოებას
და სახელმწიფოებრიობას ადგება. ამიტომ ჩვენი ვალია მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არა მხოლოდ დღევანდელ პოლიტიკურ მოცემულობას შეესაბამება, არამედ შექმნის ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვის მყარ გარანტიებს. საუბარი გვიწევს იმიტომ, რომ წარსულში ადგილი ჰქონდა სერიოზულ დანაშაულს, რომელიც ჩაიდინეს კონკრეტულმა პირებმა და რომლის შედეგებიც ჩვენმა სახელმწიფომ მაშინ მალევე საკუთარ თავზე იწვნია. აღსანიშნავია ისიც, რომ მაშინ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, ეს არის 2007 წელი, საგაზაფხულო სესია საქართველოს პარლამენტში, როდესაც ამ ცვლილებებს ეყარა კენჭი, სხვათა შორის, მაშინაც ეს მოხდა პროცედურული სერიოზული დარღვევები, დაარსებობდა იურიდიული დეპარტამენტის უარყოფითი დასკვნაც, მიუხედავად ამისა მიღებული იქნა და მას მაშინ ეს ტექნიკური ხასიათის ცვლილება უწოდეს. პარლამენტში პირველი მოსმენით განიხილეს მედიის შესახებ კანონპროექტი, ცვლილებები ორ ძირითად ნაწილს მოიცავს და მედიის უცხო ქვეყნიდან დაფინანსებას და ეთიკას ეხება. სახელმწიფო გუნდის თქმით, კანონის მიზანია მოსახლეობა დეზინფორმაციისგან დაიცვას და კონკრეტულ დაფინანსებლებს უცხოეთიდან არ ქონდეთ შესაძლებლობა მედიას საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენონ. ეს არის ბიზნეს მოდელი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ისედაც მუშაობს, თქვენ იცით, რომ თვითონ რეგულირების მექანიზმი მანამდეც არსებობდა. ჩვენს ქვეყანაში ახლა რა თქმა უნდა თვითონ რეგულირების მექანიზმი რჩება, ისევე როგორც შემოგვაქვს დამატებით რეგულირების მექანიზმი, რომ მოქალაქეს კონდეს საშუალება დაიცვას საკუთარი ინტერესები არამხოლოდ რეგულაციის, არამედ რეგულაციის მექანიზმებით და ასევე ყველაზე მთავარი იცით, რომ ბრიტანეთის ეს მოდელი არის სამაგალითო მსოფლიოში, აგრესიული კანონის არც ერთი მაუწყებლის დახურვა არ გამოუწევია ბრიტანეთში და რა თქმა უნდა არ გამოიწევს არც საქართველოში, რადგან აქ არის საუბარი ჯერ დაფრთხილებაზე, მერე ფინანსურ ჯარიმაზე, შემდგომ ლიცენზიის შეჩერებაზე, რომელიც ასევე ძალაში შეუახლოვდა მას შემდეგ, თუ ამაზე ასევე განაწყვეტილი გასინმეტეს სასამართლო. ამ კანონის მიღების ერთ-ერთი ინტერესი არის, რომ მაქსიმალურად დაისვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა თხოვნისგან და დეზინფორმაციისგან. ამბობენ ერთს, არ დაუშვებთ სიცრუეს, არ დაუშვებთ ცილისწამებას, არ დაუშვებთ შეურაცხყოფას და მეორე დღეს აკეთებენ იგივეს და არანაირი თვითრეგულაცია არ მოქმედებს. მე ვფიქრობ, რომ მედიას საშუალებები აქედან გამომდინარე ეცდემია, რომ სწორედ და თვითრეგულაციის მეთოდით მოაგვარონ ეს პრობლემა და არ დაჭირდება ხალხს სხვა მესამე სტრუქტურისათვის ან ინსტანციისათვის მიმართვა, რათა სიმართლე დაადგინოს. ის ცვლილებები, რომელიც ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული კანონის პროექტის თანახმად, ორ მუხლში შედის, ეს არის კანონის 65 მუხლი, რომელსაც ემატება მესამე პუნქტი და აქ არის საუბარი, რომ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება და კანონის 66 პრიმა მუხლი, რომელსაც ემატება პირველი პრიმა და პირველი სეკუნდა პუნქტები, სადაც უკვე საუბარი არის, რომ აკრძალულია მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების, მათ შორის ფულადი თანხების ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის მიღება, გარდა კომერციული რეკლამისა, ტელეშოპინგისა, სპონსორობისა და პროგრამაში პროდუქტების საქონლის მომსახურების განთავსებისა. აღნიშნული ინიციატივა დაიცავს მედიას, რომ გახდეს უფრო მეტად დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, ვინაიდან როდესაც ხდება გარეთ დაფინანსებით და უცხოური ძალისგან მედიის მართვა, ეს პირიქით იწვევს ცენზურასაც. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძე დაინიშნა პოსტზე. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ წარადგინა. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ განათლების, კულტურის, სპორტის სამინისტროდან ცალკე უწყებად ჩამოყალიბებული იყო აჭარის კულტურის სამინისტრო, რომელიც დამოუკიდებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. საბატონი ელისო ბოლოს წლების განმავლობაში მოღვაწეობდა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, ის გახლავთ კულტურის კომიტეტის ხელმძღვანელი, ასევე ის გახლავთ იუნესკოს მშვიდობის ელჩი, მას განათლება მიღებული აქვს კონსერვატორიაში, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასევე პარიზის უმაღლეს სახელოვნებო სკოლაში. მისი ხელმძღვანელობით კულტურაში არაერთი პოზიტიური დადებითი სიახლე გვექნება აჭარაში. აჭარა ეს არის ის რეგიონი, რომელსაც აქვს უდიდესი პოტენციალი და სადაც კულტურა იქნება ყოველთვის იყო და ეხლაც იქნება ძალიან განვითარებადი. თავარი ჩვენთვის რჩება ის, რომ კულტურა მივიდეს ყველგან, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში და ყველას მოდეს
ახალგაზრდებს კონდეს აუცილებლად შესაძლებლობა თავიანთი ნიჭის გამოვლინების 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 5 მარტს დაიწყება. რეგისტრაცია 2 აპრილის 18 საათამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის განცხადებით, იმ გამომცდელებს, რომლებიც გამოცდაზე რეგისტრაციის საფასურს 2 აპრილის 18 საათამდე გადაიხდიან, მაგრამ რაიმე მიზეზით ვერ მიიყვანენ რეგისტრაციის პროცესს ბოლომდე, შესაძლებლობა ექნებათ 10 აპრილის 18 საათამდე დაასრულონ რეგისტრაცია. რაც შეეხება პირებს, რომლებიც წელს მასწავლების გამოცდაზე გასვლას გეგმავენ, რეგისტრაციის თარიღები ცნობილი მოგვიანებით გახდება. 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია დაიწყება 5 მარტს 10 საათზე და პროცესი დასრულდება 2 აპრილის 18 საათზე. ამ ეტაპზე აუცილებლად უნდა გადაიხადონ რეგისტრაციის საფასური, დაარეგისტრირონ თავიანთი პირადი მონაცემები, აირჩიონ საგამოცდო ქალაქი და ასევე საგნები, რომლის ჩაბარებასაც გეგმავენ. ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან დამამთავრებელ კლასში, 2025 წლის გამოცდებში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები, დაელოდეთ ქრონიკას 16 საათზე, კეთი ქაშეკაშვილთან ერთად ნახვამდის.